მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ახალი ამბებით. მინდა გითხრათ, რომ კარგი ამბები გვაქვს. მივაღწიეთ 170 გამომწერს და როგორც იქნა სრულდება თქვენი სურვილი. რაც როგორც შევჩნი ყველას უნდოდა და ამიტომ ეს დიდი პლუსი იქნება ყველასთვის, იმიტომ რომ ვინცებთ Minecraft-ის let's plays, თუმცა მანამდე კიდევ მაქვს 1-2 რამ სათქმელი. რაც შეეხება let's plays, პარემ ვიტყვი რომ არ ვიცი ჯერ, ახლა ამ შაბათ-კვირას მოვიდებით, აგერ ახლა დღევანდელ ვიდეოს ვიღებ შაბათია, 17 დეკემბერი და ამ შაბათ-კვირას შეგიძლიათ არ დაელოდოთ სამწუხაროდ ბოდიშის მოხდით Minecraft-ის let's plays, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ ვახერხებ. იქით კვირაში, უფრო სწორედ, უეჭველი დავდებ. შემიძლია ახლა დაგგვირდეთ, რომ უეჭველი იხილავთ ჩემს სახზე Minecraft-ის let's plays. ძალიან გრძელ ვიდეოსაც მოველოდებით. არ ვიცი, მაქსიმუმ 9 საათიანი გამომივიდეს. ასევე ვფიქრობ, სათაურები მოვუფიქრო ეპიზოდებს, Minecraft-ის let's plays-ას, რომ უფრო ესეთი საინტერესო გახდეს. ყოველ შემთხვევაში მაგაზე დავფიქრდები კიდე ცოტა ხანი მაქვს მართალია ფიქრის დრო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დავფიქრდები. თქვენ დამიწერეთ კომენტარებში დამიწერეთ, რომ რომელი უფრო მოგწონთ რა. სათაურების გარეშე იყოს თუ სათაურებიც დავურთოთ ან. ხო, let's plays ახლა კიდევ ერთი რამ რაც მაგ თემაზე მინდა ვთქვა, ეს არის თუ რამდენჯერ გამოვა კვირაში let's play. იმედია ახლა არ ელოდებით, რომ კვირაში ყოველ დღე Minecraft-ის let's play დაიდება და კვირაში 7 დღე Minecraft-ს უნდა დავთმოთ. ბოდიშით, მაგრამ ეგეთი ამ ფიზიკურად შეუძლებელია, იმიტომ რომ სამეცადინო მაქვს ეგ ერთი თემა და მეორე ის რომ ის რაც ბევრი კონტენტი მაქვს არხზე, ერთი ის რომ ავატარი, Gravity Falls-ი, Dororo, მე კიდე ახალი სერიალებით უნდა ჩავანაცვლოთ, ეს სერიალები ძველი და მე რაც შეეხება ახალ სერიალებს, ხო, თან კიდე Arcane-ის სიმღერებიც გვაქვს და რომელზეც კიდევ დაწვრილებით ვისაუბრებ. რაც შეეხება ახალ სერიალებს, ახალი სერიალები ესეთი თემაა, საინტერესო, მაგრამ საქმე ისაა, რომ ყველა სერიალს, რასაც ჩვენ ვუყურებთ, დიდი ალბათობით სხვადასხვა დროს მოვრჩებით და მინდოდა რომ ერთ დროს დამეწყო ყველა სერიალი რა, ისე გამეკეთებინა რომ ერთ დროს მოვრჩენილიყავით ამ სერიალებს, მაგრამ როგორც ჩანს ეგრე ფიზიკურად არ გამოგვდის, რადგან რამდენად ხშირადაც არ უნდა დავდო ავატარი, Gravity Falls-საც და Dororo-საც ვერ ჩამოვრჩები და რამდენად ხშირადაც არ უნდა დავდო Dororo, Dororo-ს ისედაც აზრი აქვს, Dororo-ს ისედაც პირველს დავასრულებ დიდი ალბათობით. მიუხედავად იმისა, რომ Dororo-შიც არ არის ახლა 18 სერია მაქვს პირადად დარჩენილი, ეს კი არ დევს ჯერ მე-5, მე-6 სერია ორნაწილიანი ხვალ დაიდება უეჭველი და მაგასთან ჯერ მინდა ვთქვა, რომ შვენიერი სერიები იყო ერთის და მეორეს, უფრო მეორე. და აშკარად შევატყო, რომ უკეთესისკენ წავალით და ისეაც კარგი იყო, მომწონდა Dororo, მაგრამ აშკარად შევატყოთ, რომ უკეთესი სერიები წამოვიდა. და შევეცდები ცოტა მოუხშირო კიდე Dororo, იმიტომ რომ რაღაც ხრივ Gravity Falls და Avatar-ს უფრო მეტ დროს ვუთმობთ ვიდრე Dororo-ს. ავატარს ახლა ისედაც ბევრ სერიას ვიღებთ, აგერ 3 სერია მაქვს ამჟამად უკვე დარეაქტებული, მე-14, მე-15 და მე-16 და სამივე დაიდება ანზეგან მაზეგ. ხო, რას შეეხება ამას, იცით, ნათქვამი მაქვს, რომ სწავლა დაიწყო და უფრო ნაკლები დრო რჩება, იმიტომ რომ სკოლაც დამემატა, მაგრამ რას ვიზამთ, ვცდილობ რომ პატარა-პატარა ვიდეოებიც დავდვა, იმიტომ არ დავიწყე ეს ლიგის Arcane-ის ვიდეოები მაშინ დასაწყისში, წლის დასაწყისში შოპამდე რა, რომ ვიცოდი პატარა ვიდეოები გამოვიდოდა დანარჩენებთან შედარებით თან ბევრად და მაინც მინდოდა რომ ყოველ შემთხვევაში დროის ფაქტორიც ეს არის და მოგვიანებით სასწავლო წლის დაწყებისთვის, სემესტრის დაწყებისთვის გადამედო რომ მომესწრო.
ასე რომ კაცრავად გამიჭედა ცოტა ტელეფონმა და თავიდან დავიწყე. თავიდან დავიწყე რა. ამოჭერი. მოიცა? ხო. ასე რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე. ერთი რამ რის გამოს მინდოდა ამის გაკეთება კიდევ ეს იყო ის რომ მინდოდა ვიდეო ყოველდღე გამოსულიყო. მეორე რამ რისი თქმაც მინდა ეს არის ის რომ დღეიდან რა პირველი იანვრიდან მოყოლებული რა ჯერჯერობით ერთი დღე არ ჩამიგდია ახლა დღესაც ამ ვიდეოს დავდებ და ჩამეთვლება იმედი მაქვს. პირველი იანვრიდან 200 გამომწერამდე ვიდეო დაიდება ყოველდღე, ყოველ შემთხვევაში შევეცდები. ეს იქნება პატარა ჩელენჯი ჩემთვის. შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას. თქვენ გამჭირდება აქტიურობა. ახლა თლად იმას კი ნუიზამთ, რომ არ გამოიწევთ ჩემი არხი და 200-მდე კაი ხანი გაწევოთ ერთი მომავალ წლამდე. უბრალოდ მაინტერესებს, მე თვითონ მინდა გამოვცელო ჩემი თავი, რამდენად შევძლებ ამის გაკეთებას, რამდენად მაქვს ამის შესაძლებლობა და რამდენად შემიწყობს ხელს სწავლა განათლების და სხვა საქმეები რა. ეგერთი და რაც შეეხება სიმღერებს, ხო, სიმღერები დაიდება ხანროდის. ამჟამად დარეაქტებული მაქვს 3. Enemy, I can't hear it now და Heavy is the crown. და დევს მარტო Enemy. ამიტომ ამ ორსაც გადავანაწილებ ნელ-ნელა. ჯერ ახლა დავუბრუნდები Gravity Falls და Avatars და Dororo's, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანია რაც არ გამოსულა. მე ყოველ შემთხვევაში Dororo და Avatar დიდი ხანი Gravity Falls-ი კი დაიდო ამ დღეებში. ის მეოთხე დასის სიმღერაც დავარეაქტებ და მე უკვე დავდე Gravity Falls და მე გადავედი იმ წავსვე პირდაპირ Enemy-ზე. ასევე მინდოდა მეთქვა Avatar-თან დაკავშირებით, რომ კი, Avatar-ის სერიები უფრო ხშირად გამოვა. შევეცდები მაქსიმალურად, რომ Avatar-ის რამდენიმე სერია ერთად დავარეაქტო, აგერ მე-17 და მე-18 და მე-19 და მე-20 დიდი ალბათობით წყვილებად გამოვა. იმიტომ რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ პირველი სეზონი მალე დავასრულო, რათა გავიგო თუ რა მოხდება შედეგად ამ ქმედებებისა, მაგალითად ცეცხლის ტომის, მათი ზუკოსი, ჯაოსი, მაინტერესებს ფინალური ანტაგონისტი ვინ იქნება პირველი სეზონის. რა ვიცი, წესით უნდა იყოს ჯაო, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით შანსია ის რომ იყოს ზუკო. ამის გაგება ძალიან მინდა და ასევე მინდა გავიგო თუ როდის ვისწავლეთ წყლის ბრძანებელობას, როდის ისწავლიან ანგი და კატარა. რაც შეეხება Gravity Falls-ის მიმართ ჯერჯერობით მაქვს კარგი დამოკიდებულება, თუმცა ცოტა თავიდან მქონდა ცოტა საშუალოზე ოდნავ მაღალი. პირველი სერია მომეწონა, კარგად შტაბეჭდერება მოახდინა ჩემზე. მეორე სერიაც უფრო მომეწონა, კიდევ ვიდრე პირველი. მესამე ისე საშუალო იყო. ცოტა არ იყოს არ მომეწონა, მაგრამ იყო ბევრი მომენტი, რომელზეც კარგად ვიღადავე და გამოასწორა ეს სერია. და საშუალოს დონემდე აიყვანა. თუმცა ცვლის ფიგურების ისტორია კი მომეწონა. მერე მოდის მე-4, მე-5, მე-6, რომელზეც ბევრს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ერთი ის რომ მე-5 იყო საუკეთესო, მაგრამ მე-4 და მე-6 ერთიც ნორმალური იყო და მეორეც რავი მომეწონა. შინაარსი რა აზრი კარგი აქვს, კარგად განვასწრებენ მთავარ სათქმელს, რაც არის და მე ეს ძალიან მომწონს. განსაკუთრებით ეს ჩანდა მე-6 სერიაში. და მე-7 სერია ასევე კარგი იყო. თუმცა მე-5-ის დონე მაინც არ არის. და მე-8 სერია იყო რაღაც არც ისე არც ასე. უფრო სასაცილო სერია იყო. უბრალოდ აზრი ვერ გავიგე მაგ სერიის, აღარ დავეწყებ ახლა გარჩევას. ყოველ შემთხვევაში
ყველაზე ძალიან მე ჯერჯერობით მომწონს ავატარი, მიუხედავად იმისა, რომ დოროროს მე-6 სერია იყო საუკეთესო, ყველა სერიასთან შედარებით, ანუ ყველაზე მაგარი იყო. ყველა სერიასთან რაც კიდე მიერთებია. და მე მოდის დორორო უკვე და ბოლოს არის Gravity Falls-ი, იმიტომ რომ Gravity Falls-ზე ისედაც მართლიანია პირველი სეზონი არ არის ისეთი კარგიო, მაგრამ რავი. ერთ დონეზეა უსაშველოებთან შეიძლება ვთქვათ, ვიცი ახლა მომკლავთ ამის გამო, მაგრამ უსაშველობის პირველი სეზონი და Gravity Falls-ის პირველი 8 სერია ცოტა არ იყოს ერთ დონეზეა. ну Gravity Falls-ი გამოსწორდება ყველა ვარიანტში. გამოსწორდება რა უკეთესისგან შეიცვლება, ну გამოსწორდება რა ვთქვათ, ცუდი არ არის. ასე რომ ხო. რა ვთქვა კიდე. ეს არის რომ ხო Minecraft-ის Let's Play-ზე უკვე ვისაუბრე. სიმღერებზე იცით და სერიალებზეც იცით. ხო. ახლა ну უკვე მე მგონი დროა ახალი სერიალებისაც სერიალებზეც გადავიდეთ. ესე იგი, პირველ რიგში ახსენებ იმას, რომ ველოდებით უსაშველოების მეორე სეზონს, რაც არ ვიცი, რაღაც ხრივ არ მინდა რომ იმ დროს გამოვიდეს, როცა დოროროს ვუყურებთ, ანუ კიდე დორორო რო დავასრულოთ, რომ მე გამოვიდეს, კიდე შემეძლება, ანუ ჩანაცვლება, თორემ ახლა დაპირებული ვარ რომ არ ჩავანაცვლებდი უსაშველოებით არც ერთ სერიალს. არც ერთ სერიალს რა დოროროს არა და თქვენ ახლა ისეაც იცით, რა თქმა უნდა, თუ გამოვა მეორე სეზონი დოროროს მერე უსაშველოებით დაგვიბრუნდება. თუ არა და სხვა სერიალით ჩავანაცვლებთ, რაც სიაში გქონდა. ყოველ შემთხვევაში პირდაპირ მინდა, ანუ რაღაც ხრი მინდა რომ გამოვა თუ არა პირდაპირ ვნახო, რომ მე არ დავსპოილერდე და სანამ ჰაიპში არის კიდე მანამდე ვუყურო და რაღაც ხრი მინდა რომ ცოტა გვიან გამოვიდეს, იმიტომ რომ არ მინდა დოროროს გაწყვეტა და ვერც გავწყვეტ და მომიწევს გვიან ყურება, რაც არ მაწყობს საერთოდ. ასე რომ ცოტა შეიძლება მაგიტომაც მოვხშირო დორორო, თუ ტრეილერი დაიდება უსაშველობის მეორე სეზონის, ესე იგი დარწმუნებული ვიქნები, რომ საჭიროა დოროროს მომატება. არ მგონი ახლა უკვე რომ გამოვიდეს ტრეილერი, შანსი არ გვექნება დოროროს 18 სერიას რომ ვუყურო ამზე მოკლე ხანში. რავი. ნახოთ რა მოხდება. ასევე გვაქვს დანარჩენი სერიალები, როგორც უკვე თქვი, 2 მულტფილმი, 1 ანიმე და 1 ჩვეულებრივი სერიალი. მინდა გითხრათ, რომ შედეგმა ზოგმა გამოუცა, ზოგმა არა. აი ალბათ ერთადერთი რამაც გამოუცა, ეს იყო ბუზსახლი. რაც რავი, ანუ რაღაც ხრი მე მინდოდა ბუზსახლის დარეაქტება ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტად. ну ბუზსახლი ან რიკი და მორტი. და რა გაიმარჯვა ბუზსახლმა, ანუ არ ველოდებოდი თუ ბუზსახლს უფრო მეტი ფანი ეყოლებოდა ვიდრე იგივე My Little Pony-ს, რომელიც ლიდერობდა ერთი პერიოდი რა ერთი დღე. და ამფიბიას ყველაზე ძალიან რამაც გამოუცა ეს იყო ის, რომ რიკი და მორტი გავიდა ბოლო ადგილზე. რომ ვიცი, რამდენად ჰაიპში არის ეს სერიალი, რამდენად ჰაიპში იყო ერთ დროს უბრალოდ და რამდენად ბევრი ფანი ყავს, გაოცებული დავრჩი დანახულისგან, იმიტომ რომ მე თუ მკითხავთ, რიკი და მორტი უფრო მაღლა უნდა ყოფილიყო, ანუ უფრო უკეთესი ადგილი უნდა აეყო. და ამერე ბოლო ადგილზე გავიდა. ну პონისი მესმის ახლა ამფიბიაც საშუალოზე რომ მესმის, მაგრამ ბუზსახლის გამარჯვება და რიკი და მორტის ბოლო ადგილზე გასვლა იქ უცნაური იყო. ის რომ სკუბიდუმ გაიმარჯვა არ მიკვირს საერთოდ, იმიტომ რომ ყველას უყვარს ეს სერიალი. ორიგინალური სკუბიდუ კი არ მაქვს ნახი, მაგრამ ადრე ძალიან პატარა რო ვიყავი 8-9 წლის, გადიოდა ტელევიზორში მისტიკური კორპორაცია და ongoing-ით ვუყურებდი. ნახევარზე მეტი არ მახსოვს რაც ხდებოდა. ну შეიძლება გავიხსენო ახლა რო დავფიქრე, მაგრამ რავი. მე მგონი არ არის საჭირო გახსენება, იმიტომ რომ ვინც ის იქნება ერთ დღეს მაგის რეაქტებაც მოგვიწევს.
Scooby-Doo მისტიკური კორპორაცია. ყოველ შემთხვევაში Scooby-Doo სათხარ ეს ორიგინალური სერიალი. წესით უნდა იყოს საინტერესო და უნდა მომეწონოს. რაც მინდა თქვა დანარჩენ მულტფილმებზე, ეს არის ის, რომ რაღაც ყველა მაინტერესებს მაქედან, აგერ პანთეონი მაინტერესებდა ძალიან და რაღაც მინდოდა რომ პანთეონსაც გაიმარჯვა, მაგრამ სხვა დროს აუცილებლად მიუბრუნდებით მაგასაც. და ანიმედან, One Punch Man-ი ახლა წინაზე დორორომ რომ გაიმარჯვა One Punch Man-ი იყო მეორე ადგილზე და ახლა გაიმარჯვა One Punch Man-მა. იმედი მაქვს ისე არ იქნება, ესე არ აქტიურებთ როგორც დოროროზე, იმიტომ რომ დორორომ გაიმარჯვა და აგროვებს ძალიან ცოტა ნახვას. ბოდიში მომიხდია, მაგრამ თქვენი არჩეული იყო და მეგონა უფრო ხშირად უყურებდით. და თუ შეიძლება One Punch Man-ზეც, One Punch Man-საც მოიქცევით ეგრე. ხო. დანარჩენი ანიმეები ევანგელიონი მაინტერესებდა, ძალიან მინდა გითხრათ. მაგრამ, რავი, ევანგელიონი მე მგონი უფრო მეტი სერია ევანგელიონში არის, ვიდრე One Punch Man-ში. One Punch Man-ში ვიცი 24 არის თუ 25 არის და ევანგელიონის არ მაქვს დათვლილი. მანდაც მე მგონი 20 რაღაცა არის და ნახოთ მერე რა იქნება, როგორ იქნება. კიდე არის სერიალი ჩვეულებრივი, ძიმე დანაშაული. აი, მე გამართ-ხეს რომ სერიოზულად მომიწევს და ცენზურება ამ სერიალს და არ ვიცი რა. მუსიკის და ძალიან ერთი მუსიკის გამო და მეორე ძალიან სისხლიანი სერიალი არისო. ერთი იმაზე მომეშალა ნერვები, თავდაყირას და ცენზურება რომ მომიწიან, თავდაყირას ამბავმა სერიოზულ დეპრესიაში ჩამაგდო ერთხელ. იმიტომ რომ ვნახე რა ცუდი ვიდეო გამოვიდა დაბალი ხარისხის, მე პიქსელდრეინზე ვცადე, მეგაზე ვცადე, მაგრამ არ გამართლა არც ერთგან და არც მეორეგან და მე ავიღე და ხელახლა YouTube-ზე, ოღონდ ცოტა უფრო ბევრად უფრო ცუდი ვერსიით. და იმის მაგივრად რომ გამოსულიყო რიმეიკი, ახალი ვიდეოსი გამოვიდა, ანუ რიმეიკი გამოვიდა და ნორმალური, ხა ვერ ვიტყვი რომ ძალიან ცუდია, მაგრამ სიმღერის დადება მომიწია და მომენტებში ისეთი ხმამაღალი სიმღერა არის, რომ არის მის ხმები პერსონაჟების, მაგრამ ეგ კიდე საუკეთესო ვარიანტი იყო, მე თუ გითხებთ, აგერ თავდაყირაზე ვნახე, შემამოწმე რომ სხვა იუთუბერებსაც ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ, ვინც არეაქტებს და შეიძლება ითქვას რომ ისეთი სერიალი არის, ორი სერიალი რა და ისეთი ფილმი არის, ორი ფილმი ანიმაციური, რომელიც მე ვიცი მუსიკის პრობლემის გამო რომ იბლოკება ხშირად. ეს არის თავდაყირა და კოკო. ერთი კოკო არის, კოკო ნანახი მაქვს უკვე სამწუხაროდან საბედნიეროდ და რომ ცადო დადება არ დამებლოკება შეიძლება ყველა ვარიანტში. და თავდაყირაც ხო, ანუ დიუნზეც იყო ერთი, მაგრამ დიუნზე დიდად სიმართლე გითხრათ, არ მიწვალია არაფრის დამიუთებაში. ასე რომ დიუნს თუ ვიპოვე, თუ იცით ხალხო, შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში, სად ნახოთ დიუნის ქართული გახმოვანება. ყველგან ვეძები და ვერსად ვერ ვიპოვე მეორჯერ იმ საიტზე, საიდანაც ვუყურე. პირველ მას რა ქვია, თავიანს საიდანაც ვუყურე, ის დაბლოკილია. უკვე და ანუ ძალიან მინდა მაგ ფილმის რიმეიკის გაკეთება, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა აშკარად და ჩემი ტოპ 20 ფილმი არის თუ ტოპ 10-იც კიდე მგონი. ამიტომ ხო, თუ შეიძლება თუ იცით ვინმე, შეგიძლიათ რომ მომწეროთ და მიწეროთ უბრალოდ კომენტარებში. ეგ ერთი და რავი, დანარჩენ სერიალებზე რა ვთქვა, შერლოკი მაინტერესებდა, მაგრამ ჯანდაბას ახლა უშერლოკობას ავიტან როგორმე და კიდევ იყო მე მგონი 1-2 აღარ მახსოვს უკვე რები მქონდა ჩამოწერილი, იმიტომ რომ ბევრი სხვადასხვა ვერსია მქონდა, მაგრამ მაინც ავირჩიე ის, რომელიც ყველაზე მეტად უნდოდა ხალხს. შერლოკი მქონდა, Breaking Bad მქონდა და აღარ მახსოვს. მე მგონი ბიჭებიც მქონდა თუ არა, მაგრამ არა, ბიჭებს არ ჩავთავდი ახლა.
ლოკი მქონდა მგონი და მოკლედ მე არ ვიცი ამ ჭირს, მაგრამ ხო, ძიმე დანაშაულმა გაიმარჯვა და ეს არის მთავარი. ანუ ის ალესილი კეპები მქონდა, ხო, ნახსენდა. კარგი. ეს იყო რაც იყო. და რაც შეეხება ამ სერიალებს, გავარკვიოთ ახლა რა რომლის ადგილს დაიკავებს. აგერ სერიოზულად, ანუ გვაქვს რამდენიმე სერიალი, Gravity Falls-ი, ავატარი და დორორო. დოროროს ადგილს დიდი ალბათობით დაიკავებს უსაშველოების მეორე სეზონი, თუმცა თუ არ გამოვიდა მანამდე, დიდი ალბათობით ჩავანაცვლებთ ერთ-ერთი მათგანით. მე მაგალითად პირადად One Punch Man-იც ჩავანაცვლებდი, იმიტომ რომ პირველი ერთიც და მეორეც ანიმეა, მეორე ერთიც და მეორესაც ცოტა სერია აქვს, მესამე ზოგადად, ანუ კარგი იქნებოდა რომ უსაშველოებამდე რამე განსხვავებული გამოსულიყო, ანუ მე საერთოდ მრავალფეროვნება მიყვარს და ის ფაქტი რომ ავატარს უსაშველოებს Gravity Falls და დოროროს ერთ არხზე ვარიექტებ, გაგიკვირდებათ ძალიან. იმიტომ რომ სულ სხვანაირი სერიალებია და ავატარი და Gravity Falls-ი თუ შეიძლება კიდე როგორღაც მიამსგავსოთ და ჯანდაბას დოროროც, აი უსაშველოები რო არის ამათთან ერთად, არის რაღაც მხრივ სასაცილო და რაღაც მხრივ მართლა უცნაური. ასე რომ, ხო. რა გითხრათ? ასე თუ ისე. მთავარი სათქმელი უკვე ვთქვი, ანუ ავატარის და Gravity Falls-ის მე რა გამოვა იქ მე ერთად გადავწყვიტოთ. კაი იქნებოდა მძიმე დანაშაული, იმიტომ რომ როგორც ასეთი არა ანიმაციური სერიალი ჯერჯერობით იმდენად ბევრი არ გვაქვს. ერთი გვაქვს მარტო უსაშველოები და ერთს ვირჩევთ კიდევ მძიმე დანაშაულს. ავატარი, Gravity Falls-ი, დორორო, One Punch Man-ი, Scooby-Doo და კიდე იყო რაღაც. ავატარი, Gravity Falls-ი, დორორო, One Punch Man-ი, Scooby-Doo და მეორე მულტფილმი, რომელსაც ვირჩევთ. ბუსახი, ხო, ბუსახი იყო და მავიწყდა მართლა. ეგ არის 7-ვე? ხო, 7-ვე. რაღაცა. ავატარი, One Punch Man, Gravity Falls-ი, ბუსახი, ხო, 6-ვე. არის არა ანიმაციური ჩვეულებრივი, ისა ანიმაციური სერიალი. მეწინება უკაცრავად. და ხო, ორი გვაქვს ჯერჯერობით მარტო არჩეული არა ანიმაციური. ასე თუ ისე, რავი, წესით კარგი უნდა გამოგვივიდეს. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. იმედია თქვენც ასე ფიქრობთ. და იმედია Minecraft-ზე მართლა იაქტიურებთ, ანუ გეუბნებით. საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებით მეც და თქვენც. იგივე რომ დაგვემართოს Minecraft-ზე, რაც დაგვემართა დოროროზე. რომ აირჩიოთ და მე ცოტა ნახვა შეეკროლოს. ყოველ შემთხვევაში ვნახოთ რა გამოვა. და თუ შემომჩნია რომ ნახვა ცოტას მოვუკლებ Minecraft-ს და გავზედი სერიალებს და სიმღერებს. ახლა კი შემიძლია დაგემშვიდობოთ, ისე კაიხნიანი ვიდეო გამოგვივიდა. იმედი მაქვს მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარები, გააქტიურეთ ზარის ყილაკი. ნახავთ სხვა დროს შემდეგ ვიდეოში. მადლობა მხარდაჭერისთვის ყველას. ნახვამდის.